მოგესალმებით, მეგობრებო, თანაპარტიელებო, თანამებრძოლებო, თანამოქალაქენო, მოგესალმებით ყველას, ვინც 2003-დან 2012 წლამდე კრიმინალური და კორუფციული დაჯგუფებების სათარეშო ტერიტორია თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქციეთ. მოგესალმებით ყველას, ვინც 5 წლის განმავლობაში სასტიკ დაუნდობელ დევნას და ცილისწამებას გაუძლეთ. მოგესალმებით და ვიცით, რომ ბევრი გვაქვს წარსულში საამაყო, მაგრამ ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდე წინ არის. 20 იანვრის ყრილობის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენთვის, იმიტომ რომ შევდივართ საარჩევნო კამპანიაში. და ვიცით, რომ ამ ტაძრის ისტორიული ადგილიდან იწყება ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ სამშობლოს და სახელმწიფოს ასე სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ასაკოვანი ადამიანები, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. ახალგაზრდობა, რომელსაც დინამიურ, ევროპულ, ცივილიზებულ სახელმწიფოში სურს ცხოვრება, ქალბატონები, ვინც თავისი ოჯახის სარჩოსთვის ყოველდღიურ მძიმე მუშაობაში არიან, რომელიც არანაირ სამუშაოს არ თაკილობენ და რომელთანაც ჩვენ გადაუხდელვალში ვართ. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა აბსოლუტური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ჩვენ მტრობით და შურიზიების გრძნობით და სურვილით არ შევდივართ ამ კამპანიაში. სხვისმა შურმა და ღვარლზმა დაგვანახა ჩვენი შეცდომები, სარკეში ჩაგვახედა და გვასწავლა ის, როგორ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა შევიდეთ, როგორც პარტია, როგორც თანამებრძოლები მომავალში. და ისიც კარგად გაგვითავისა, რომ დღეს კონფლიქტების რკალით გარშემოწყობილ საქართველოს ყველაზე უფრო თავისი მოქალაქეების, თავისი შვილების ერთად გომა და ერთად მუშაობა სჭირდება. რომ არ გაგვიგრძელდეს, ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ჩვენი მეგობარი ნიკა მელია. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით თბილისის ამ უძველესი და ულამაზესი უბნიდან. იმ უძველესი და ულამაზესი უბნიდან, საიდანაც როგორც მოგეხსენებათ, ამ ადგილას ქართულ ხალხს არაერთგზის უბრძოლია და გაუმარჯვია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გარდამტეხ ბრძოლებში. და სწორედ ამიტომაც სიმბოლურად დღეს შევიკრიბეთ სწორედ აქ. ვინაიდან აქედან გამოვაცხადოთ გადაწყვეტილება გადამწყვეტ ბრძოლაში შესვლის თაობაზე დედაქალაქის გადასარჩენად. დღეს ჩვენ აქ მოვედით, რადგან თბილისი და საქართველოს სამწუხაროდ კვლავაც იმყოფება ისტორიულ გზაგასაყარზე უდიდეს გამოწვევათა წინაშე. დღეს აქ მოვედით, რათა ერთად დავიწყოთ მოძრაობა უიმედობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და მიუსაფრობის, მაფიოზური კლანისა და ოლიგარქიის, ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად. 5 წელია, ჩემო მეგობრებო, ხელისუფლება თესავს სიძულვილს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს, თუმცა ჩვენ გვინდა თბილისი დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე. 5 წელია, მეგობრებო, ხელისუფლება ამკვიდრებს გათიშულობას, ცინიზმს, უიმედობას, თუმცა ჩვენ ყველას გსურს თბილისი იყოს წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ქალაქი. 5 წელია ხელისუფლება იბრძვის ჩვენს გასანადგურებლად და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვდგევართ აქ, ვართ ბევრი, ახალი შემართებით, ახალი ენთუზიაზმით, კიდევ უფრო მეტი მოტივაციით, ახალი მიდგომებით და ვაცხადებთ გარდამტეხ ბრძოლას ოლიგარქის დასამარცხებლად. ჩვენ დაუბრუნდებით რამდენიმე წამში მეტეხის მიმდებარედ ამ პრეზენტაციას, მანამდე კი სხვა სიახლეები. ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
თუმცა ამ დროისთვის ჩვენ შეიძლება ისევ დავუბრუნდეთ მეტეხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც პრეზენტაცია იმართება და აი ჩვენ სიგნალი უკან მივიღეთ, უბრუნდებით მეტეხს. ეს არის იქნება რიგითი ადგილობრივი არჩევნები. ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, რომელიც კიდევ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ არჩევნები. ეს იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ამ რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს თუ როგორი ქვეყანა და დედაქალაქი გვექნება ჩვენ. ამ რეფერენდუმმა უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომდენო ათწლეულები და განსაზღვროს ის თუ როგორ ქვეყანაში და დედაქალაქში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და ჩვენი შვილიშვილები. და სწორედ აქ ამ ქალაქში 2017 წლის ოქტომბერში ჩვენ უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა კორუმპირებულ და მალმებულ ხელისუფლებასთან. მოვიგოთ ბრძოლა არა რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ლიდერის წარმატებისთვის, არამედ მოვიგოთ ბრძოლა საქართველოს, თბილისის და თითოეულ ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისა და საბოლოო გამარჯვებისთვის. გადაჭარბებულად არჩევნით ალბათ თუ ვიტყვი, რომ ბრძოლა საქართველოს ივანიშვილისა გადაჭრით დაიწყება თბილისიდან, დიახ, ჩვენი დედაქალაქიდან. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენი მხარდაჭერით და თქვენთვის ძვირფასო თბილისელო ახალგაზრდებო, თქვენთვის ძვირფასო თბილისელო პენსიონერებო, თქვენთვის ძვირფასო თბილისელო ექიმებო, მეწამბეებო, ყველა თაობისა და პროფესიის თბილისელებისთვის ჩვენ უნდა მივახციოთ გამარჯვებას. მხოლოდ თქვენ უნდა მოგეცვათ ეს გამარჯვება და არა რომელიმე ცალკეულ აღებულ პოლიტიკურ პარტიას, როგორც ეს უკვე აღნიშნე. სწორედ ამიტომ, ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტი და ამ ქალაქის და ამ ქვეყნის გადასარჩენად და ქართული ოცნების დასამარცხებლად ვიბრძოლო თბილისის საკრებულოდან. და დღეს თქვენ წინაშე ვაცხადებ ჩემი და ჩემი მეგობრების, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილებას, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე და სწორედ აქედან შევუტიოთ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს, ოლიგარქიულ წესრობილებას. მოგწონს ჩვენ ამ ფრაზებით, როდესაც ხშირად გამოირჩევით, თუ არ მოგწონს, ჩემო მეგობრებო, ესეა, ჩვენ რეალობაზე ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ. ამ ოლიგარქიულ წესრობილებას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთობა და ერთობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ იმას, რასაც ქვია უძრაობა და უკუსვა. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვაცხადებთ გადამწყვეტ ბრძოლას თბილისისთვის და მივიჩნევთ, რომ დღეს განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების დროა. ნაციონალური მოძრაობის სახელით ვთავაზობ დასავლური ღირებულებების ერთგულ ყველა ძალას. გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი თბილისში, ჩვენ საყვარელ დედაქალაქში. და როგორც იცით და მაინც ჩვენი შეკრების მთავარი მიზეზი გახლავთ თბილისის მერობის კანდიდატი. დიახ, ჩვენ ნაციონალურმა მოძრაობამ მივიღეთ სიახლით აღსავსე გადაწყვეტილება და გთავაზობთ კანდიდატს, რომელიც არ არის ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არის ჩვენი თანამოაზრე და ჩვენი გუნდის წევრი. დამეთანხმებით ალბათ, რომ გადამწყვეტ ბრძოლას თანაც დედაქალაქში, თანაც თბილისში სათავეში უნდა ჩაუდგეს გამაერთიანებელი ლიდერი. მას უნდა უყვარდეს თავისი ქალაქი, ზრუნავდეს მასზე, დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებებს და ანგარის ვალდებული უნდა იყოს მხოლოდ თბილისელების, თქვენ წინაშე და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. მეგობრებო, კაცი, რომელსაც მე ხარ თქვენ წარმოგიდგენთ, უკვე არის გამარჯვებული. წლების განმავლობაში მან არაერთხელ გაიმარჯვა როგორც ჟურნალისტმა, გაიმარჯვა როგორც პროფესიონალმა, გაიმარჯვა როგორც მოქალაქემ. და ბოლოს ის შენილად მოგეხსენებათ, ხალხთან ერთად იცავდა თავისუფალ სიტყვას და ამ უთანასწორო ბრძოლაშიც გაიმარჯვა. ის მრავალჯერ იყო გამარჯვებული წარსულში, მაგრამ მისი მთავარი გამარჯვება არის წინ. ახლა ის მოდის ქართულ პოლიტიკაში, რათა ჩვენთან ერთად საქართველოს ყველაზე ძლიერ, შემტევ, ენერგიულ, მოტივირებულ გუნდთან ერთად მოიგოს გარდამტეხი ბრძოლა თბილისისთვის და თბილისელებისთვის. ადამიანი, რომელსაც ეს მე წარმოგიდგენთ თქვენ მერობის კანდიდატად, თქვენთვის კარგად არის ნაცნობი. ის თითოეულ თქვენი ოჯახის წევრია. მან კარგად იცის რა პრობლემები გაქვთ, რითი ცხოვრობთ, რა გიჭირთ. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში. მისი მშობლების საფლავი არის თბილისში. თბილისელებს უყვარს ის და თბილისი უყვარს მას. მაშასე
ჩვენი მერობის კანდიდატი და თქვენი მერობის კანდიდატი ზალიკო უდუნაშვილი. მოგესალმებით მოსაყვარელო თანამოქალაქეებო. დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია მისმენდით თქვენ სახლებში. მისმენდით და იგებდით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. მოვიდა დრო მოვისმინოთ თქვენი აზრი. მოვისმინოთ თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში. ყველგან სადაც ხართ, ყველგან სადაც თბილისია. მოვიდა დრო, მოვიდეთ თქვენთან და მოგისმინოთ. რათა გავიგო რა გიჭირთ, როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად. დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ. იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული როგორც დღეს. იმიტომ რომ არასდროს ასეთი უგულებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების ნება როგორც დღეს. იმიტომ რომ არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოთ როგორც დღეს. დღეს მეც როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები ვარ გაბრაზებული. და ამიტომაც ჩემი წარდგენი პირველ რიგში თქვენ გაბრაზებული თბილისელები ხართ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი, იმიტომ რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი. ჩვენ საერთო სახლს, ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს დღეს ჰაერით ჭირდება ცვლილებები. მოტივირებული, საქმიანი და წესიერი ადამიანები მართვაში და მე როგორც ამ ქალაქის შვილს მაქვს მიზანი და მოტივაცია. თბილისელების ცხოვრება გავხადო ღირსეული. როგორცაც ისინი იმსახურებენ. მე შევძლებ დავამარცხო კორუფცია და ნეპოტიზმი ქალაქის მმართველობაში. არც ერთი მექრთამე და ნათესავი აღარ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. დასრულდება ჩინოვნიკების გამდიდრება თბილისელების ხარჯზე. კორუმპირებული მოსამართლეები და პროკურორები აღარ დაჯილდოვდებიან ქალაქის მიწებით. ასევე არ დაუშვათ პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმებას და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას. ყველა დანიშნულება დაწინაურება მხოლოდ კომპეტენციის ნიშნით. მე შევძლებ მახინჯი ნაგებობების შემოტევა მოვიგერიო და დავიცვა ისტორიული ქალაქი. დავამარცხებ ურბანულ ბრაკონიერებას და სივრცით მომხოჭველობას. მე შევძლებ საცოლების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო და ამისთვის უნდა ავაშენოთ ხარისხიანი გზები, ხიდები და ესტაკადები. ხისიერად აღვადგინოთ შემოვლითი გზის მშენებლობის და რკინიგზის გადატანის შეჩერებული პროექტები. მე შევძლებ უსულო მანქანების ქალაქი ადამიანებს დაუბრუნო. მეტი საფეხმავლო ზონა, პარკები და რეკრეაციული ზონები, მეტი სიმწვანე დედაქალაქს. მე შევძლებ თბილისი აღარ იყოფოდეს მეორე და პრივილეგირებულ ვნებად. თანაბარი განვითარება მთელ ქალაქს ყველა საჭიროების მიხედვით. მე შევძლებ დედაქალაქის ახლად შემოერთებული სოფლების და დასახლებების ცხოვრებლებმა თავის სრულუფლებიან თბილისელებად იგრძნონ. ინფრასტრუქტურული განვითარება უპირველესად ამ ტერიტორიებზე შევა. მე შევძლებ თბილისი გადავაქციო განათლებაზე განსაკუთრებულად მზრუნველ ქალაქად. დედაქალაქის ყველა სკოლა მიიღებს დანამატებს ქალაქის ბიუჯეტიდან და დედაქალაქის ბიუჯეტიდანვე დაფინანსდება სოციალურად დაუცველი თბილისელი სტუდენტების, მოსწავლეების და სკოლამდელი აღზრდისეულების აღსაძლოთა სწავლა.
ასევე წარჩინებულ თბილისელ ახალგაზრდებს დაუფინანსდებათ საზღვარგარეთ სწავლა საუკეთესო უნივერსიტეტებში. მე შევძლებ ჩვენი ქალაქი არ იყოს უძლური მძევალი ყოველი სტიქიური მოვლენის წინაშე. სტიქია შეიძლება განმეორდეს, მაგრამ არ დაუშვებ იმ გვარუსუსტ და არაეფექტურ რეაგირებას, როგორც ეს 13 ივნის მოხდა და რასაც ათობით თბილისელი სიცოცხლე და საკუთრება შეეწირა. მე შევძლებ, იმიტომ რომ მინდა ამ საკითხების თქვენთან ერთად მოგვარება. იმიტომ რომ ვიცი როგორ მოვაგვარო ეს საკითხები და იმიტომ რომ ვიცი რომელ პოლიტიკურ გუნდთან ერთად არის ამის გაკეთება შესაძლებელი. მე ვირჩევ ნაციონალურ მოძრაობას როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შენების გამოცდილება აქვს. გუნდს, რომელმაც ქვეყანა დასავლურ ყაიდაზე გამართა და მსოფლიოს გააცნო. ამ გუნდმა შეცდომებიც დაუშვა, მათ შორის დედაქალაქშიც. ბევრის გაკეთებაც ვერ შეძლო და ბევრ გამოწვევასაც ვერ უპასუხა. მინდა ამ გუნდის პოზიტიური გამოცდილება სრულად გავიზიარო, ხოლო დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო. აღარ გავიმეოროთ ერთად. ვირჩევ ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას, იმიტომ რომ მოვდივარ გამარჯვებისთვის და არა უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად. ვირჩევ გამოცდილებას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას. და მწამს, რომ დედაქალაქში დავამარცხებ ხელისუფლების უსულყოფას, არაკომპეტენტურობასა და მომხოჭოლობას. თბილისი ჩემი სახლია. აქ დავიბადე და არცაც სხვაგან ცხოვრებას არ ვაპირებ. აქ დავამთავრე სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. აქ არის ჩემი მშობლების საფლავი. აქ ცხოვრობენ ჩემი საყვარელი ადამიანები. აქ ყავს დიდი სამეგობრო. მე მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის ძვირფასია მისი წარსული და მინდა ვიზრუნო მის აწყვოსა და მომავალზე. და ამ საქმეში ჩემი უპირველესი და მთავარი მოკავშირეები მინდა გახდეთ თქვენ, ჩემი თანაქალაქელები. პირობას ვდებ, რომ თუ ოდესმე დადგება ვითარება, როდესაც მექნება გასაკეთებელი არჩევანი პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებსა და ჩემი ქალაქის ინტერესებს შორის. გაბედულად და უყოყმანოდ ვიქრები ჩემი ქალაქის მხარეს, თქვენ მხარეს. დიახ, მე მოვდივარ გუნდთან ერთად, როგორც ამ გუნდის წევრი, მაგრამ ჩემს დღის წესრიგს ადგენთ თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ჩემი დიდი გუნდი. ჩვენ დღეს აქ შეკრებილი ადამიანები ვაცხადეთ მზაობას და ვამარცხოთ ივანიშვილის მმართველობა თბილისში. პირადად წლების განმავლობაში მაქვს ამის გამოცდილება. მე ვიცი როგორ დავამარცხო ერთი კაცის უსამართლო და კორუმპირებული მმართველობა და ეს გზა ჩვენს პრინციპულობაზე, თავდადებაზე, წესიერებაზე და შრომის მოყვარეობაზე გადის. გავერთიანდეთ ერთად, გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი თბილისი. ბრძოლა გამარჯვებამდე.